სანამ დაიწყებ კარდიომაგნილის, კარდიოასპირინის მიღებას, აი ეს 4 რჩევა გაითვალისწინე და თუ უკვე სვამ, მაშინ ყურადღებით მომისმინე. პირველი, არასდროს მიიღო კარდიომაგნილი მშიერზე. უმჯობესია მიიღო დილაობით საკვების მიღების შემდეგ. თუ მას მიიღებ მშიერზე, ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მასში მაგნიუმის ჰიდროქსიდია, აცეტის სარცრის მსჯავა კუჭში ლორწოს წარმოქმნას შეამცირებს და ამის ფონზე გექნება კუჭის ტკივილი, ანუ ეპისტალგია. და თუ უკვე გაწუხებს კუჭის 18 კუჭი ნაწლავის წყული, ამას შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო სისხლდენებიც კი. მეორე, არასდროს არ მიიღო თვითნებურად ექიმის დანიშნულების გარეშე კარდიომაგნილი რომელიმე გამაყუჩებელ საშუალებასთან ერთად. თუ ამათ კომბინაციაში გააკეთებ, მაშინ ძალიან მაღალი იქნება სისხლდენების რისკი. ექიმს ყოველთვის უთხარი, რომ სვამ კარდიომაგნილს და ის სწორ დოზას შეგირჩევს გამაყუჩებელი საშუალებებისას. მესამე, კარდიომაგნილი არასდროს არ შეწყვიტო თვითნებურად, დამიჯერე შეწყვეტა უფრო სახიფათო ზოგჯერ. თუ მას უეცრად შეწყვეტ, ამ შემთხვევაში შეიძლება გამვითარდეს თრომბოზი. და მეოთხე, კარდიომაგნილის ფონზე შეიძლება გქონდეს ხველა. ამას ქვია ასპირინ ინდუცირებული ხველა, ის იმიტომ რომ კარდიომაგნილში არის აცეტის სარცრის მსჯავა. ასე რომ თუ კარდიომაგნილის ფონზე ხველა გაწუხებს, ექიმს აუცილებლად აცნობე. ამის ფონზე მას შეგიცვლის სხვა ეფექტური საშუალებით და ხველაც ალაგდება. მადლი დარჩები თუ ამ რჩევებს ასევე გავუწერებ სხვებსაც.